ჩვენი ერი პოლარიზებულია, უნდა გავერთიანდეთ ისმის ფრაზები. თუმცა ამ ერთიანობაში ხშირ შემთხვევაში ერთნაირობას გულისხმობთ, მაგრამ ჩვენ ერთნაირები არ ვართ. უამრავ საკითხზე გვაქვს განსხვავებული შეხედულება. ზოგიერთზე ერის უმრავლესობა ერთნაირად ვფიქრობთ, თუმცა არა ყველა, მაგრამ განა არ არსებობს საკითხები, რაზეც ყველანი ვთანხმდებით. მაგალითად ის, რომ ქართველი ქართველს აღარ უნდა ლანძღავდეს, აღარ უნდა ცემდეს, გვერდზე არ უნდა რიყავდეს, რომ ისეთი სახელმწიფო უნდა გქონდეს, სადაც ჩვენ მოქალაქეებს სხვა ქვეყნებში გაქცევა არ უნდა უწევდეთ, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, რომ რეგიონები კატასტროფული ტემპებით არ უნდა იცლებოდეს, რომ უნდა გქონდეს ძლიერი თავდაცვა, რომელიც სწორ დიპლომატიას ზურგს გაუმაგრებს, მხოლოდ ამორის ერთობლიობით არის შესაძლებელი გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება, რომ საქართველომ უნდა დაიბრუნოს თავისი ისტორიული ღირსება და კვლავ გახდეს რეგიონის ლიდერი, რომ პოლიტიკოსებს არ უნდა უჭირდეთ სკამის დათმობა და მასზე ჩაფრენილები ყველანაირ ამორალურ ქმედებას არ უნდა კადრულობდნენ. მე ამ ვიდეოს არ დავასრულებ რაიმე მოწოდებით, არც შემაჯამებელ ფრაზას ვიტყვი. უბრალოდ მსურს, რომ ყველანი და მათ შორის მეც თუნდაც 5 წუთით განვმარტოვდეთ და ამ სიტყვებზე ვიფიქროთ.